and I go to sleep at 11 o'clock. აჰა, ყოჩა ყომარიკო. დედა რა ლამაზი ენა რა. კიდევ უფრო ლამაზი იქნებოდა ყველა სიტყვა არასწორად რო არის თქვა. რა? მოდი მე დამეთადნე ვერ გავიგებ. შენ სწავლობ ინგლისურ ფილოლოგიაზე თუ მე? ჩემ დროს აბა სკოლაში გერმანული ისწავლებოდა ხოლმე. ის კარგად ვიცოდი სხვათა შორის. Ein, zwei, drei. აი ომარიკო დაიწყე მიდი. ეს გაკვეთილია? My day. Every morning I wake up at 8 o'clock. My mom makes breakfast for me. Disaster. კატასტროფა, მისაყვანია ბავშვი ინგლისურზე. ხო, მივიყვან რა პრობლემაა. ვერ ხედავ ფულის სხემა ხომ და ვკრიფავ ყოველ დღე. აუ, ჩემი კლასელების ესე კითხულობენ და აქებს ხომ მასწავლებელი. ნუ იტყუები იხლა, გააგზელე მიდი. I go to school and I enter my class. Good job. აი ხედავ ინგა? ასე იხოცებიან ბავშვები პროფესიონალის ხელში. My favorite subject is English because I have a perfect teacher. მარტივია. ასე თუ შეგეძლო კითხვა რა დაგემართა აბაწიღან? Are you kidding me? I don't know. აუ, გამოილია. Oh shit. ჯევასოს მივყვებით ბავშვები ფეხბურთზე სანზონაში. ხო, დამილეკა დედამისმა და მითხრა. თამაში აქ ვასოს და გულშემატკივრებად მიყავს თურმე ესენი. ჩერჩეტები. ლუდი არ დალიო იცოდე იქ. აი მე კიდავლივ. გადანახული მაქვს უშინდელი 2 ლიტრიდან მორჩენილი. ეგ დედამ გადააქცია ძილით, მაინც ანასტასია დალევს და არ უნდაო. ჯემი რატო არ დაგყავარ ფეხბურთზე? რა ფეხბურთი ომარიკო დაიხედა მუხლები რას გიგავს. გადატყავებული რომ ამოდიხარ ყოველ დღე ეზოდან. ვასოს კიდე თითი რო აქ ხომ შეყოფილი ცხვირში, მაგაზე ეჩხუბება თურმე მწვრთნელი სულ. აუ ეგ მწვრთნელი ვიცი, საფეხბურთო კლუბის სანზონა. მაგრამ მან 2 მწვრთნელი და 2-ვეს გიორგი ქვია. რომელი ვიცი ეგ არ ვიცი. ვასო 1 წელია დადის და 2 გოლი აქვს მარტო გატანილი. 1 შემთხვევით და 1 მართალი. კაი, წავედი. ვასო მიდი გაიტანე გოლი. გაიტანი. აუ რა ბანძი ბავშვი ხარ რა. კაი ომარიკო ერთი რეებს ეუბნები, კიდე ეგ უნდა ამას. გაიგეცი ვასო, კერდით მიიღე. მე მართლა რა ბანძი ბავშვია რა. აუ რა გინდათ? დედა ისეთი მაწუნის სუპი გავაკეთე გაგიჟდებით. თინა ხო შეჭამშვილა შენცა. მე თიკო მქვია და მაწუნის სუპი არ მიყვარს. იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული არა გაგშვილა ნაჭამი ესეთი გემრიელია სოფლის მაწუნით. აუ მან ერთი ზულტი და როგორ გამოძახებული KFC. სიტყვა არ დაგწეთ არც ერთს. და რა უთხრა ანასტასია რომ კეშბექი იყო და მაგიტო გამოვიძახეთო. პლუს ბარათი თუ ხო დღეს ახლა 50%-იანი კეშბექი ვოლტზე. KFC-ს თუ გამოიძახებ. ხო იმ ზებებო გაიგებს ეგ რო უთხრა. არც ვოლტი არის ის რა არის, არც KFC და არც კეშბექი. გოგო, მაწუნის სუპიც რო ჭამოთ და მე ბურგერებიც ვერ გავკაჩავთ. აბა რას ვქაჩავთ ერთი გამაგებინეთ? ერთმანეთს ვეჯიბრებით ვინ უფრო მეტ მაწუნის სუპს შეჭამს. თიკო ხო შენ პლუს ბარათი გადაიხადე. მაგაზია ხო კიდე ათლერიანი კეშბექი ვოლტზე დაგიჭდება. ხო მე ისედაც მაგით ვიხდი სულ. გოგო 20 ნოემბრიდან თვის ბოლომდე კიდე აქცია და ვოლტიდან თუ გამოიძახებ KFC-ს 5 ლარია კეშბექი. ოკეი, დღეს თუ გადავრჩით, მე ჩვენი გადარჩენის ამბავში გამოვიძახოთ კიდე. ეს ამსაცალი მაწუნის სუპი გოგოება მოდით რა. მოკლედ მაწუნის სუპებს ვაქცევთ უნიტაზში. ოღონდ ძალიან ჩუმად. საით თავდგავდივართ ჩემი ოთახიდან შევდივარ ტუალეტში და ვაქცევთ. გასაგებია? გასაგებია. პირველი მეწავალი. მიდი აბა შენიცი. აუ, კალიდურში ჩაიხლიცა. რა მოხდა? ბაიმე, კედელზეა მაწუნის სუპი გადასხმული. რანაირად წაიქეცი ბიჭო? ბაიმე, რა ლამაზად არის გადასხმული, ისე უყურე რა. ძიებებო ჩამოდის მატარებლით თუ დელეგაცია. მთელი ოჯახი რო წამოგვიყვანე დასახვედრად. ესე იგი რა, ჩირები და შურშხელები რო ჩამოაქვს, მაშინ გიყვართ მარტობებია თქვენი. აუ, ძალიან მიფცედენ ტუალეტში შევალ. შედი ხო? დედა ისე გამოვაქციე ბავშვი რო ვერ შევიდა ტუალეტში.
გაცრავად შვილო, აპარატენ ჩარიცხვაში დამეხმარეთ. კი რა პრობლემა აქვს ალბათ, აი მოგბრძანდით Paybox-თან. აუ, ჯი ვერ შევედი იმ ტუალეტში. 54 წელია და მსუქანი ქალი დგას კარებში ჯოხით. ვაიმე ნონა კიდე ცოცხალია, ღმერთმა კარგად ამყოფოს. ვაიმე, აჰა გამომართვი და მიეციეს ხურდა. ანასტასია, გამოდი ახლა, რაღაცა კეთებ ამდენი ხანი. ნახვამდის. Paybox-ის გათამაშებას ჩავდე ეს ქალი. პირადი კაბინეტიდან დაუმბადე ტელეფონის ნომერი, ნუ აზრი ყურა გავაკეთე, მაგრამ მაყოფილი წავიდე. ესე იგი, მე აქვს წვალებით მოგროვებული 18 ბილეთი, მაგ და კონკურენტებს მიჩენს რა. აი მზიაბებო ჩამოვიდა. დედა რა არის, ამდენი პარკები რომ გაქვს, რა უბედურება. Paybox-ის ჩეკებია ესენ გავმართე. 1 პანკი, 2 პანკი, 3 პანკი, 4 პანკი და 5 პანკი. ეს კიდე სუმკაშია. ტაქსი ხო არ გვინდა, ტაქსი, ჩასხედით წაგიყვანთ. ჩასხედით ეხა ტაქსიში, თუ სადაც არის ჩავიკეთს მიდე ჩავარდ მილიონდაკებში. ვუყურე, დატოვა ვიღაცამ ბოშ ტუალეტებთან იხევა ტირილით. ვაიმე, გააჩერეთ მანქანა. გოგოებო, ტატუს გაკეთება გადავწყვიტე. აუ, ძალიან ბევრი იდეა მომივიდა, ხა რა შეიძლება რომ დაიხატო. აუ ხა, მიდი რა მითხარით, რომ მე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. მაგალითად, შენი ყოფილი სახელები შეგიძლია ჩამოიმწკრივო ხელზე. ნუ, თუ ერთი არ გიყოფა, მეორესაც მიაშველებ. გოგო, only God can judge me რო დაიწერო. აუ, ისე იქ მეც კი ვიფიქრე. ვიხოთ და ჩემაგან მოფთხილა, რომ სადაც ანასტასიამ დაიხატა ტატუ, იქ დაიხატე შენცო. ხო გახსოვს მაშინ მოეწონა ძალიან შენი ტატუ. ზონაში? ბაზარი არ არის, მაგრამ მაგათ მოხოიც ლოკაცია შეიცვალეს. ვაგის-ვაგის მოპირდაპირეთ არიან ეხლა ჭავჭავაძეზე, 53 ნომერში. ხო, მარტო მაგ სტუდიაზე დამთვენება მან დაიხატა, თორე ძალიან გამიბრაზდება მერე. მაშინ only God can judge me არ გამოგვადგება. იმიტომ რომ შენიც გამგჭის. მოვიფიქრე, წარბებს შორის დაიხატე კიდე წარბები და პრიდა კალოს დაიმსგავსები. აუ, ნეტა საერთოდ არ მეთქვა რა. თან მე ფერადი მინდა და სად დავიხატო, ეგეც არ ვიცი, ხელზე ფეხზე თუ სად. სადა, მაგრამ მან ვერავინ ვერ დაინახავს. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მშერზე ვერაფერს ვერ ვფიქრობ. აუ, კაი ხაჭაპური გაასწორებდა. აუ, აჭარულ ხაჭაპურს დავიხატავ, თან ბებიეჩემი ხო აჭარელი იყო და მაგის უსაც პატივს მივაგებ. ხო, და გვერდზე მივუხატე ფხალეული. ბაბუაშენი ხო იმერელი იყო. ბავშვებო, დასხედით კვადრატა მოდის. აბა დავსხედით ბავშვებო, მოვემზადეთ მათემატიკისთვის. ძლივს მოვახწია დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შვილზე და დღეს ვისაუბრებთ სამკუთხედზე. სამკუთხედი რომელია? აი შეხედე მოსვიცის თავს და მიხვდები. საჭირო ოთახში გავალ. დასვენებაზე რას მიკეთებდი ლომსაძე? დასვენებაზე ჰოთ-დოგს ვჭამდი მას. და ეხლა ის ჰოთ-დოგი ნახავს ტუალეტში. წადი ხო. მაშ, ვაიმე სამკუთხედის წამოღება დამავიწყდა რომ მეჩვენებინა. მოსვიცე გამობრძანდი დაფასთან. თვალსაჩინოებისთვის. აბა ვინმე ტყვის ბავშვებო, დაკვირვების შედეგად, როგორი ფიგურაა სამკუთხედი? ომარიკო გისმენ. სამი გვერდი აქვს, სამი კუთხე აქვს და მოსიძის თავს გავს. მაშ, ორკუთხედი არსებობს? არა, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერ არ გამოუგონებიათ. ოი, დებილო ბავშვო. რა სიტყვებია? ქუჩაში ვართ? ქუჩაში? მას ომარიკო მესროლა ქაღალდი. ომარიკო ერთი შენიშნა და გახვალ გარეთ. ლომსაძე რა არის? ამდენი ხანი მიდოდა ტუალეტს? დამლაგებელი მელაპარაკებოდა თავის შორზე ტუალეტში მას. აუ, ომარიკო მტვინი შეჭამა მას. მე არ ყოფილი ვარ მას მაბრალებს. ომარიკო გაბრძანდი გარეთ. გაკვეთილის ბოლომდე არ შემოხვალ. ტუტუციეს. დავალება ჩავინიშნეთ ხო? ომარიკო შემოდი. აბა, რა ვისწავლეთ დღეს? რადა დამლაგებული შვილი თურმე ვერ მოეწყო მას უმაღლეში პირველ წელს და გათხოვდა კახეთში გურჯაანელ ბიჭზე. მაგრამ ლოთიაო ის ბიჭი ასე თქვა, ალკოჰოლიკი. თეკლანიელა ტალახია მანდ. სად აბა რაზე ამბობ? შენ ფიხსაც მელწია უკვე დაიგვიანი. აუ, კაი რა, ჩემი თეთრი კეტები. მოიცა, ეს გიო არ არის მოპედით რომ მოდის? გიო! ვახ, ვიცოდი რომ აქ იქნებოდი და
დავიწყე რომელიათო დავრბივარ გიჟივით მთელი დღეა რა 30-მდე შეკვეთა მქონდა მარტო გუშინ რა ძალიან საკაიფო პირობებია და კარგად ავეწყე რა მომწონს თუ ვინმე სუნდოდეს ვაკანსიები არ ეკიდე და მომწეროს რა ძალიან კაი მოპედია გიო ჩემს მას უნდა რომ ეგეთი ყავდეს ჩემი მოპედია ეს მაგით მუშაობ დამაგ შეკვეთები ჩაულებრივად დედა ჩემო მომწერა ჩემი კარის მეზობელი დაიღუპა აუ რა კაია ლობიანზე ვთქვი მეზობლის დაღუპა სამწუხაროა ნამდვილად ძალიან კაი ქალი იყო სულ მოდიოდი ხოლმე ჩვენთან და უყვარდი ძალიან კაი ახლა ეგრეთ ვინერვიულებ რა ასაკში იყო უკვე ეგ ქალი ხანუ ვიცდები რომ არ ვინერვიულ ამ ლობიანს წავიღებ მე მოიცა ლობიანი სად მიგაქ აუ გლობობ მე მგონი ხა ინგა დამელოდე მეც მოვდივარ წავედი გოგოები ხვალამდე დედა რა გინდა გოგო შენ აქ სახლში მგონი ხარ მე ფაიმე კომუნალურების გადახდა დამავიწყდა თეატრში უნდა წაგიყვანო მართლა აი მე როგორ მიყვარს თეატრი მაყურებლად არა მსახიობად რამე დრამატურში აგერ არის მე Facebook-ში და გადავიხადოთ თა ხო გითხარი გათამაშება ამით და პირადი კაბინეტი გავაკეთოთ დაიცაბა ბრას დავაწვე ახლა აქ პირადი კაბინეტი ვიცი მან პირად კაბინეტში დაამატე ხა ტელეფონის ნომერი ნუ ურტყავ ეკრანს უბრალოდ დიდაადე სუდალიცა აპარატი აჰა დაემატა ტელეფონის ნომერი ნახოთ ახლა გადასახადები რამდენია სულ ტაიმე 87 ლარია დედა აი 3 საათამდე როგორ გშუქები ჩართული ხარ მივიდეთ ერთი სახლში რამდენი ბილეთი დამერიცხება ახლა აქედან ყოველ გადახდილად ლერძია ერთი ბილეთი და ანუ ეხლა 8 ცალი და კიდე პლუს 10 იმიტომ რომ პირადი კაბინეტი შექმენი აჰა ესე იგი 10 8 18 ხო დაიმე ირმა გოგო 18 ბილეთი დამერიცხდა და აღარ დაგინახე უცბად როგორ ახარ რა ვიცი ვართ გოგო ეხლა გამოვიარე შენ თონესთან და რაღაცა პრაგუნის ხმა იყო მეთქი ინგა ალაგებს თქო და რა ვიცი აგერ შემხვდი შენ აი მე გავიქეცი რა ჩემი მეუღლე მელოდება გაკოცეთ კარგად ირმა ჩემო კარგო დედა რა ბრაგუნობდა გოგო ნეტა დაიმე ფავში დამრჩე თონეში დედა რა მხელარი გია მაღაზიაში გახსენით რა მეორე სალარო თქვენ გონიეთ ახლა სალაროს გახსნიან მე რიგამ უნდა ითამაშოთ გაჭირებული ხალხის ნერვებზე ჩვენი ბარათი თუ გაქვთ არა დო არა მაგ გაგიხსნით თქვენი პირადი ნომერი ტელეფონის ნომერი მეუღლის სიდიდრისა და სიმამრის სახელები და გვარები დაგჭირდება არა არ მინდა იყოს სიმამრი დაიღუპა თან არა უშავს კეთდება გარდაცვლილზე საარჩევნო სიების პრინციპით არ გნებავთ კი ბატონო შემდეგი ეს თქვენია ყველაფერი აუ პური დამავიწყე ბოდიში რა ხალხო ერთი წუთი გავალ რა ბოდიში ვერ შეიძლება გაჭირებულ ხალხსა რა გაია და რაღაცა პამინდორი ვიყიდე და მარნეული სარე იმედია ის შემოტანილები არ ვარ გაკაპიკად ასე წამლავენ ხალხს მასონები მიაუწონავი ბანანი მოიტანა ერთი წუთით დედა ამიმჟავდა ეს მაწონი კაცო გაუვიდა და გახსენით მეორე სალარო რა არ გახსნიან ცოცხალი თავით არ გახსნიან ვაიმე რაღაცა ვერა ვარ კარგად მოკვდა ქალი ბიჭო წაუვიდა გული ვაიმე გული წაუვიდა მოდი გიო გადმოაბიჯი ამ ქალს და აცი გადაიწეთ ერთი კაცით რა კარგად იქნებით ქალბატონო